ლაბაშაში წავედით. კაი განწყობით. აბა რა, ბატონ თენგიზი გველოდება ახლა. აჰა. როგორც ვიცი, ძალიან მაგარი კულინარია და საახალწლო კერძებს გაგვიკეთებს ჩვენი ამ სეზონზე ბოლო გადაცემისთვის და ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება. კარგია, ძალიან მეც მაინტერესებს. ახლა წესა მიიღეთ საჩუქრები. ბევრი რაღაცა, მაგრამ ლაპლანიაში ვერ წავედი, ჩემი თეთრი დათვი დააბეს იქ. ზოოპარკში, ბლინ. ხო და მე კიდე ზუსტად მაშინ მოვიდა 2 მეტრიანი თოვლი ხაშურში და 20 გრადუსი ყინვა იყო და მოსახვევში მოუცურდა ჩემ სანტა-კლაუსს და ვერ წავედი პარიზში გენაცვალეთ. ბილეთები დარჩა იქ მოსახვევში. მე კიდე ამისრულდა სურვილი, რაც ჩავიფიქრე, შემისრულდა და ძალიან მაგარი სუნამო მომიტანა. ვინ? გოჩა კლაუს. აბა ვინ კიდე უნდა მოგეტანა კუკუშ, კარგი რა მოუნდა ეხლა. ეხლა გაიანე რომ მივალ კოკა-კოლას ჯადოსნურ პლატფორმას დავასკანერებ და გოჩას გაუგზავნი, გოჩა კლაუს გაუგზავნი სასიყვარულო მადლობას. აი ასე ვიცა. შეგვიძლია. ჩხილები ამის ჩხილები გასაკვირველო. არ ნერვიულობ მინა. ავედი ეხლა რა ძალიან მაგრაცია სამეგრელოში თუ ასე. ხო, წავედი. გენაცვალეთ. დავედი. არის მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის. მით უმეტეს ამ ადგილს ამეზოკარ ძალიან დიდი რაღაც უკავშირდება ჩემი ცხოვრების, როგორც ცხოვრების ძალიან ტკბილი და გემრიელი მოგონებები, ასევე ცხოვრებისეული ტრაგედია, ადრე დედა დავკარგეთ და აი ბათუმში რომ გადავედი საცხოვრებლად. ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ ჩემი დიდი ხსოვნის საპატივცემლოდ აქ ისეთი რაღაც გამეკეთებინა, რომ ჩემს შვილებს აუცილებლად შეყვარებოდა და კერა არ გაეცივებინა და გადავწყვიტე, რომ ეს სახლი ამეშენებინა. უბრალოდ მე დრომ გიჩვენებს ალბათ მიმართულებას და იმდენად მოსაწონი და რეზონანსული გამოდგა იქ ყველაფერი, ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა და მივხვდი, რომ რაღაც დატვირთვა უნდა მიმეცა და ფუნქცია ამ სახლისთვის. და გადავწყვიტე აქ ქართულ-ევროპული სინთეზის შერეული და შერწყმული სამზარეულო გამეკეთებია. მე მგონი გამომივიდა კიდევაც. რაც ყველაზე მეტად მავედნიერებს არის ის, რომ ეზოს მოუარო ეს სცენარები ყველა აბსოლუტურად ჩემი ხელით არის გამოყვანილი და გამრავლებული. პატარა სოფლის მეურნეობაც ავაწყე, 2 ხპოვი კიდე უკვე დაიზარდნენ, აპრილში ველოდებით უნდა მოიგოს. ძაღლების ყოველდღიურობით ვარ დაკავებული, მათი პატონი ძალიან მამედინებს, ყველაზე ერთგული მეგობრები არიან და როდესაც აქედან მივდივარ ქალაქში და ვბრუნდები, ვიცი რომ უნდა დავბრუნდე, რაც შეიძლება მალე თუნდაც იმისთვის, რომ ესენი მელოდებია. და ამაზე დიდი ბედნიერება მართლა არაფერია. მოვედით. მოვედით. თენგო ჯან. თენგო. გამარჯობათ. ვა, გოგოებო, პუტკუნებო, ჩამომძანდით. ძალიან გამიხარდა. ეხლავე შეხვდები. აუ, რა მაგარია. კაი ესოც მაგარი. მომძანდით გოგოებო. გამარჯობათ. ძალიან გამახარეთ, მომძანდით. მეგო რა ხარ? იყოს ჩვენი ფეხით. აუ, ეს კარგი მე ძალიან ლამაზ ეზოში. კოკა-კოლა მოგართვით. მადლობა. საჩუქარი. ბატონო თენგო, ჩვენი ამ სეზონის ბოლო გადაცემა არის დღევანდელი თქვენთან სტუმრობა და პლუს ახალი წელია პლუს ახალი წელი ეს ყველაფერი და ვიცი რომ საახალწლო კერძები უნდა გავაკეთოთ და ერთი სული მაქვს როდის შევირიბებთ ახლა სამზარეულოს და მომძანდით, ძალიან დიდი პატივია, მომძანდით. გოგოებო, დღეს მე მოვამზადებ თქვენთვის გოზინაკს, იცით რომ ქართულ სუფრაზე საახალწლოდ აუცილებლად უნდა იყოს ტრადიციული გოზინაკი.
გოზინაყის მომზადების რამოდენიმე რეცეპტი არსებობს და ვფიქრობ, რომ ყველა ამზადებს ინდივიდუალურად. მე დღეს შემოგთავაზებთ ჩემი own variants. რისთვისაც დაგვჭირდება 9 კილო ნიგოზი, 200 გრამი თაფლი, ცოტა შაქარი, 2 სუფრის კოვზი. ვაფლის ფირფიტა, რაზედაც უნდა გავშალოთ გოზინაყი, რომ მივცეთ რაღაც სხვა საახალწლო დატვირთვა და შემდეგ დაიჭრება და მოხდება მისი სერვირება და ვფიქრობ ძალიან საინტერესო ძალიან ნამდვილად იქნება. მაგათა დამაინტერესა ძალიან. როგორ შეიძლება ახლა საახალწლო სუფრაზე გოზინაყი იყოს და არ იყოს თაფლაკვერები, ასე ვთქვათ, საშობაო თაფლაკვერები, ახლა ასე ეძახიან მოდურად ჯინჯერის ორცხობილებს, მაგრამ ძველებურად თაფლაკვერი ერქვა ხოლმე და მე და გაიანე თაფლაკვერს მოგიმზადებთ, მოურთავთ, საშობაოდ გავალამაზებთ და დავიწყოთ, აბა ვნახოთ რა გამოგვივა. ძალიან საინტერესო ინტრიგა ჩააგდეთ. ვფიქრობ საინტერესო. ნინო ჯან, ბარემ ინგრედიენტების უთხარი ჩემი კუკლა. ხო. კიდევ კარგი მითხარით, რომ პირდაპირ დაწყებას. ესე იგი 3 სუფრის კოვზი თაფლი, კოვზ ნახევარი სოდა, მოყვავს 2 თქლის აბაზანაზე, 100 გრამ კარაქს ვამატებთ. შემდეგ ვამატებთ უკვე გადმოვიღებ, ასე ვთქვათ, მაგიდაზე, შემდეგ ვამატებ 2 ცალი კვერცხი, 70 გრამი შაქრის პუდრა, 400 გრამი ფქვილი, 1, ასე ვთქვათ, 5 გრამი დარიჩინი, ვანილი და 2 სუფრის კოვზი ჯანჯაფილი. მე რა გავაკეთო? მოდით მაშინ მე არა შენ მე და მე ხარ ხო? კი, და გაია აისინგს გაგვიკეთებს, რომ მე მოვხატოთ გავალამაზოთ. ერთად გავაკეთოთ, კი გენაცვალე. ხო, всё, დავიწყოთ მაშინ ჩვენ. დრო არ დავკარგოთ. ამისთვის დავიწყოთ მაშინ ახლა. ნიგზის დაჭრაში უნდა დამეხმაროთ. აუცილებლად. ბატონ თენგო, თქვენ იცით, რომ თოვლის ბაბუ ახატია ჩვენს არა, არ ვიცი. საახალწლო ჯადოსნური პლატფორმა აქვს. ამას დავასკანერებთ. მოდი ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს, შევახსენოთ, თოვლის ბაბუას ახატია. ბევრი სიახლეებია. დავასკანერებთ და ვნახოთ რა სიახლეებია. აი, ნახეთ ახლა ცნობილი ადამიანების მილოცვები ამოგვიგდოთ, დავასკანერეთ, მუსიკები, რამდენია ხედავთ? მუსიკები, საახალწლო რეცეპტები. თან კიდე ყველაზე საინტერესო რაც არის, შეგიძლია თქვენ საყვარელ ადამიანს გაუგზავნოთ მილოცვა. მე მაგალითად საახალწლო ჯადოსნური პლატფორმა. მე რადგან საჩუქარი მომიტანა გოჩა კლაუსმა. გოჩა კლაუსი ვინ არის? სამყაოსი გამიგია. გოჩა კლაუსი აბა კარგად ამიხსენი. გოჩა კლაუსი არის ჩემი საყვარელი ადამიანი, ანუ ჩემი მეუღლეა გოჩა კლაუსი და ამის სულად სურვილი. ესე იგი ჩემს მეუღლეს თია კლაუსი შეიძლება. თუ მოგართო თია კლაუსმა თია კლაუსი. ჯინჯერი კლაუსი ხაშუში მოჩამოა. შეგوار გადაგიმტრიო მუხლზე ხალია. აიმე გოჩა კლაუსი ძალიან მიყვარხარ და დიდი მადლობა რომ გამახარი ასეთი საყვარელი საჩუქრისთვის და ჩემი ნაყიდი სპორტულებით მოგეწონა. აი მამაჯა. მოკეთ ხა ვაგზავნი ჩემს გოჩა კლაუსთან ამას და გავაგზავნოთ უკვე ნიგზის დაჭრა. კარგი, ამასობაში მეც მოვასწრებ, რომ ჩემს თია კლაუსს გავგზავნო. კარგი? გავგზავნება თია კლაუსს. ავალ საიდუმლო ჩემი. კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. დავიწყეთ კეთებ. ძალიან წვრილად არ დამიჭრა. ესე ცოტა. არა, უხეშად. კი ბატონო. უხეშა? ხო. ბატონო თენგო, არის რომელი კაკალზაჭრის? ჩვენს მაყურებელს უთხრათ, რომ აჭარული ნიგზით ვაკეთებთ და არა ხო, აი, მალაძიეთ, სხვანაირია, ხო? ბაშო, ყველამ კი არ იცის როგორი არის აჭარული ნიგზი. არის უგემრიელესი, ზედმეტად ცხიმიანიც კი და განსაკუთრებული არომატი აქვს. სხვათა შორის პირველად ვაკეთებ და პირველად უნდა დავაგემოვნო ეხლა აი აჭარული ნიგოზით მომზადებული გოზინაყი და ეხლა მე მივდივარ 2 თქლის აბაზანაზე მიმაქვს თაფლი, სოდა და კარაქი.
იგი შემოძვირფასებო. გავამზადე მე ჩვენი თაფლაკვერის ცომი, რომელიც დავასვენ 1 საათი უნდა იყოს მაცივარში, შევაბძანე, ესე ვთქვათ, ვაკუუმში გადახვეული და დაველოდები მანამდე მე და გაია აისინგს გავაკეთებთ თქვენი საქმე გააკეთეთ და ერთობლივად გამოვაწყოთ მერე. მეზობლად ყავდა ბათუმში მარგო ბებო. ფრანგი სომეხი ესე უძახდა თავის თავს და ვალიკო ბაბუ გურული მისი მეორე შვილები არ ყავდა თავისი და ჩვენ ყველა მისი შვილები ვიყავით და იმას ქონდა ესეთი ტრადიცია რომ ყოველ ახალ წელს მოემზადებია ეს გოზინაყი თან გვასწავლა რომ გოზინაყის მომზადების პროცესში აუცილებლად საახალწლოდ მზადდება გოზინაყი და მომზადების პროცესში აუცილებლად უნდა ჩაუთქვა სურვილები, აუცილებლად აღი ხდება სურვილები და თან უნდა ილოცო ოჯახის კეთილ განწყობილი ადამიანების მიმართ და აუცილებლად ახდება ეს ლოცვა საახალწლო გოზინაყს ქონია ესეთი რაღაც განსაკუთრებული დატვირთვა. ხო, მარგო ბებამ გვასწავლა ეს რეცეპტი და უგტავყო თავისი სახელი და ჩვენც მას მერე ტრადიციულად ყოველ ახალ წელს ზუსტად იგივე რეცეპტით ვაკეთებთ ამას. ხო, ბატონო თენგო, მე გამიგია ხოლმე აი ჩემი დიდი ბებიები მაგალითად 11-15 წუთი დააკლდებოდა ხოლმე, მაშინ დაიწყებდნენ გოზინაყის მზადებას, რომ ახალი წელი რომ შემოდის, გოზინაყის სურნელი უნდა დახვდეს, ეგრე იტყოდნენ ხოლმე და რამდენად თქვენი წეღან ვინთქვით, თქვენი მარგობებოსგან რა თუ გახსოვთ ეგეთი რამე, როგორი ტრადიცია? 12 საათის დადგომამდე ქონდა მას ეს რიტუალი ოჯახში და მაშინ უნდა მოემზადებინა აუცილებლად და ნადვისხის ქვეშ კიდე თაფში ჩაგდებული ფული რკინის მონეტები და შეეგორებია პარალელურად აი ამ მომზადების პროცესთან ერთად. სხვადასხვა სომხებს როგორი რაღაცები აქვს, იცი საღამოს ნაგავს არ ყრიან. კი. ჩავატანე ეს გაყვება დოვლად. აი მალაძე. აი შენ გენაცვალე ჩემო გაია. და აუცილებლად ყველას უნდა გაასინჯო, თუნდაც თითო ულუფა, თითო ლუკმა ეგ გოზინაყი. უნდა ჩაუთქვა. მას ესეთი რიტუალი ქონდა, რომ ვისაც ჩაუთქვამდა და ვიზე ილოცებოდა პირველ რიგში, აი ყველა ადამიანს უნდა გაესინჯო. აი გეშე რა ჭკვიანი იყო. ისეთი ტკბილი და გემრიელია გოზინაყი, რომ ნამდვილად აუხდება ყველას ოცნებები. რას ვამზადებთ, მოდი დაწვრილებით მოვუყოთ. კი ბატონო, ეხლა ეს 200 გრამი თაფლი, რომელიც გვაქვს მომზადებული, აუცილებლად თუჯის ქვაბში უნდა მოვათავსოთ. და წამოვადუღოთ მანამ სანამ დიდ ბუშტუკებს არ გაიკეთებს. ეს იმისთვის რომ თაფლმა თავისი სიმაგრე დაკარგოს და მაგარი არ დარჩეს გოზინაყი, კბილები არ მივამტვრიოთ რა ზე. ვინ დამეხმარება ახლა მე ამ ყველაფერში? მე დაგეხმარებით, რასაც დამავალებთ, ყველაფერს შევასრულებ. გასხურასთან გადავდივართ, ხო გადავინაცოთ. წავიდეთ. ბატონო თენგო, მოდი ჩვენს მაყურებელს მოვუყვეთ დაწვრილებით. ისეთი საინტერესო გოზინაყი გააკეთა ბატონმა თენგომ, რომ აი მეც ერთი სული მაქვს გოზინაყის რომ მოვიდეს რომ გავამზადო და ისეთი სასწაული რომ აი არ ვიცი. დაუჯერებელია. გოზინაყი მეგონა ჩვეულებრივად როგორც ვამზადებთ გოზინაყი ვერ წარმომედგინა ასე თუ ვამზადებთ ასეთი რეცეპტით, ასეთი ფორმით, ასეთი ინსპირაციით, ძალიან ლამაზი. ეხლა დავაგემოვნებთ. და ძალიან გემრიელით. მოდი ხრუტუნა, სანამ დავაგემოვნებთ, დაწვრილებით აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, როდესაც გადავინაცვლოთ და ამ ყველაფერში მოდი ეკა შენ დამეხმარი ჩემო კაცო. ესე იგი მოვათავსეთ 200 გრამი თაფლი, 9 კილო ნიგოზით. თუჯის ქვაბში ნიგოზი წინასწარ დავჭერით ცოტა ესეთი უხეშად სხვილდებლებად და კარგად ბუშტუკები როგორ დიდი ბუშტუკები გაიკეთა თაფა იმ დონემდე უნდა მოვადუღოთ იმ კონდენციამდე და შემდეგ ჩავყრით. თუმცა მითხრა რომ ბევრი დუღილიც არ შეიძლება ამაგრებს ხო, რომ მაგარი არ დარჩეს. მაგალითად 1-3 წუთი, 4 წუთი. არა, თვითონ აი თვალთახედვით უნდა მიხდეს, ცოტა ბუშტუკები უნდა გაიკეთოს, როცა დუღილი დაიწყებს. რომ დიდი ბუშტუკები რო გაიკეთოს, უკვე თაფლი როცა გაიკეთებ, თაფლი მზად არის იმისთვის, რომ შიგ ჩავყაროთ ნიგოზს. ეს მცირეოდენი მზარეული საიდუმლოება აქვს კიდე ამ რეცეპტს.
ანუ უხეში რო არ გამოგვივიდეს გოზინაყი აუცილებლად ამ 9 კილოგრამი ნიგვზიდან თუნდაც 150 გრამამდე უნდა იყოს გატარებული და ცოტა 3 სუფრის kovzi გაუკეთოთ შაქრის ფხნილი იმისთვის რომ სირბილე შეინარჩუნდეს და ესეც მოვათავსოთ ქვაში ვურიოთ ერთად და გამაგრებამდე უნდა გადმოვიღოთ შემდეგ ესეთი ვაფლის ფირფიტებში ვათავსეთ მოდიშით ერთ შეგაწყვეტიეთ რაც კიდე ერთი საინტერესო მომენტი იყო ნიგოს ჩემს ოჯახში ყოველთვის ხალავდით ჯერ მოვხალავდით მაგრამ ბატონმა თენგომ არ მოხალა თაფლს როდესაც დაუმატა ნიგოზი თაფთან ერთად მოხალა დაიბრაწებოდა ურევდა და უკვე რომ კარგად დაიბრაცა ეს ჩვენ თაფლი და ნიგოზი შემდეგში დაამატა გატარებული ნიგოზი შაქართან ერთად არეული და ზუსტად შენიშვნა მომცა ვკითხე რომ ხო ესე იყო ვკითხე რომ რატო მაშინვე არ დაამატეთ თქო და არ შეიძლება შაქარი რომ გადნებაო დიდხანს რო დარჩეს მტრევადი ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან ყველაზე ბოლოს ახლა კულმინაცია დაგვჭა სერვირება და სერვირებამდე აუცილებლად ყველა ამ პროცესის მიმდინარეობის დროს ჩავუთქვათ რაც შეიძლება ბევრი სურვილი გაკეთების და მორევის პროცესში, რადგან ჯადოსნურ საახალწლო ღამეს უხდება ჯადოსნური სურვილების ჩაფიქრება. ეგა მოდი ჩემთან ახლოს ჩამოგარდა და დავიწყოთ სერვირება. და რომ ჩემ გოჩას უყვარს ეს სულ ბოლომდე. აბა შენი გუჩა ვინ არის? გოჩა კლაუსი. მე კი ვისურვებდი რომ ჩემს კლაუსთან ერთად საქართველოს გაბწყინებული და გაერთიანებული. არა, ეგეც მოხდა. დამეხმარი აწყვე ჩემო გოზინაყი დავასრულეთ. ეხლა მე გაჩვენებ ჩემს თაფლაკვერებს, აი. ნახეთ, რა ლამაზია და მოვთოთ. აისინგით გამზადებულია, კი, უკვე გაგრილებულია. რომ გამოვაცხობთ, ეს აუცილებლად უნდა გაცივებამდე მივიყვანოთ, თან მაგრდება თვითონ ცომი და ძალიან ლამაზი და სასიამოვნო. ასე რომ ვეტყვი ჩვენს მაყურებელს, ბევრი დიასახლისი გვიყურებს, რომ თუ არ აქვთ რესტორნული, ასე ვთქვათ, ღუმელი და მაღალი კლასის ღუმელი, ჩვეულებრივი შეშის, ასე ვთქვათ, შეშის ფეჩია გამომცხვარი. გაკეთება აუცილებლად. რა თქმა უნდა, თუ მოვინდომებთ და ჩვენ შვილებს გავახარებთ ფერად-ფერადი მორთული თაფლაკვერებით, ნამდვილად გავაკეთებთ, პრობლემა არ იქნება. ნინო, მრგვალები გამომიცხე? კი, აი. გამომიჭერი? აი. ფერად გინდა მითხარით? უნდა. მინდა. იყოს. სიუბრიძი უნდა გაგიკეთო. აი, მაშინ ერთსაც მეც დავიტოვებ, აი, სანამ მოხატვას დავიწყებთ, მაყურებელს აუხსნათ მოსახატი. რა ქვია სახელი შემახსენე? აისინგი, აი ეს რა შემადგენლობით და როგორ მოვამზადეთ? კი, თენგოჯან, ეხლა შევდიეთ მოხატვას. იგი ნაცვალე. ესე იგი, ერთი კვერცხის ცილით, ჩანგლით, ლამაზად ცოტა გაათხელებთ. რო ცოტა სქელი მასა იყოს, არაკი ბეზე, არაკი კვერცხის ცილა, ანუ ბეზესავით რო კეთდება, ეგეთი არ უნდა იყოს. მერე იმატება 220 გრამი შაქრის პუდრა. ცოტა რაოდენობით ლიმნის წვენი. ეგ არის და ეგ. და მე ფერებს ამატებ. სტრუქტურა უნდა იყოს, ცით როგორია, აისინგის სტრუქტურა უნდა იყოს თხელიც და სქელიც. სქელი არის პლასტიკური უფრო. კი, გინაცვალე. კი. და სწორედ ლიმონი ანიჭებს ამ თვისებას მე როგორც ვთქვი. ხო, შეიძლება ეგეც, მაგრამ ათხელებს. ცოტა თუ გასქელდა მასა, ათხელებს. დავიწყოთ. მე დავიწყე ხატვა. კაი გოგო ხარ. ესე იგი გოგოებო დავასრულეთ უკვე სამუშაო და მივუახლოვდით უკვე კულმინაციას და მე მივცემ თავისუფლებას რომ ეს ნამუშევრები შევაფასო და აბა ჩემი ფავორიტი არის კაიანე, იმიტომ გამორჩეული ხელწერა აქვს და განსაკუთრებულად მისი ნამუშევარი მომეწონა. რატო არის კაიანე? შედევრი დავხატე, ვერ ხედავთ? აბა რომელი მითხარი? შეადარა ის შტრიხები როგორ არის აქ? ნინო დავხატე, ადამიანი დავხატე, როგორიც არის ეგ. გამსენ ამას ნინოს.
ჩოლკა გაუკეთე, თვალები გაუკეთე, ცხვირი, კაბაჩავაც, მეტი რა ბანტი გაუკეთე. მეც დავხატე, ეკა. მინდა რომ კარამელამ კარგად დააფესოს. აუ ზუსტად ვარდისფერი პომადა. რატო იეჭვიანე? იმიტომ რომ მე ადამიანი დავხატე და შენ წერტილები დაასვი. რა გააკეთე ადამიანობის მაჩვენ ერთი ორი წერტილი დიდი, ორი წერტილი პატარა. მეც ვიტყვი ჩემსას. გაიანე, ბრავო, ძალიან ლამაზია, სუფთად ნამუშევარი, დახვეწილია. ერთადერთი რაც ცხოვრებაში არ გამომდიოდა, ეს იყო ხატვა. და ძლივს მოვახერხე რაღაცები ვაღიარებ. თქვენი ძალიან ლამაზია, ოღონდ მართლა და ერთი სიამოვნება იყო თქვენთან მომემზადებინა ეს ლამაზი პეჩენიები. მე ყველას ძალიან ჩემი მომწონს. რა ვქნა? ეკა ნარცისი ნინო მაგიშებს ახლა როგორ არ თქვა პოსტა ესეთი სახალხო განწყობა არ მინდა გაგაფუშო. ჩემი რომელიც დავხატე. სუეჭვიანი როგორ უნდა იყოს ეს ადამიანი. ცოტა ვიღაცა მაქებს გული ხდება უცებ და ბახ მე ეკა უნდა შეჭამო, მომაწოდეთ. მოდი ება. ედა. გაიანი, შენ ვინ უნდა ჭამო? მე ნინოს თავი უნდა მე ჩემს ავიღებ რა, ვენდობი ჩემაურას. რა ვქნა? ეკა, ისეთი გემრიელია ამის ნახევარი. ძალიან გემრიელია. ირი მომაჭამე მაგარი ლაპარაკოს. ეკასგან გადარჩა. აბა. ხური მომაჭამა, ყურები უყვარს ნინოს. მაინც არ გყურება, ყურება ეს დახშული გაკეთა. ნინო ორცხობილა დავაგემოვნე, უგემრიელესი იყო. გადავდივარ გოზინაკის დაგემოვნებას და ერთი სული მაქვს დავაგემოვნო, რომ იცი რატომ აქ ერთი სული უნდა ჩავიფიქრო. საოცრება. ძალიან კომფორტული არის გოზინახს რომ ავიღებთ ხოლმე ხელში თითები მაინც თაფლით ესე ვთქვათ ისრება ხო და არა კომფორტულია და ესეთი მე მიჭამია ჩემს ბავშვობაში ჩემი ახლობლები ამზადებდნენ ესე გოზინახს და სიახლე ჩემთვის არ იყო თუმცა ჩვენი მაყურებლისთვის ბევრისთვის სიახლე იქნება ნამდვილად ნინოჯან დავამატებ იმით რომ ძალიან მაგარი ლამაზი კარგია ჯერ შესახედა აი რო ხედა ვიზუალი მეორე არის ესეთი რაღაცა აი როგორი ხო არის რომ უნდა იყოს ფაფუკი მაგრამ ფაფუკი ჰაეროვანი და ზევიდან ხრატულა ფირფიტა. ჯერ ერთი ხო კომფორტულია. მეორე იმდენი ფანტაზია და უკვე დავიწყე ფიქრი, აი მე როგორ გავაკეთე და ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს რაღაცა გვასწავლეთ ჩვენს და მაყურებელს ნახა და ისწავლეს და გააკეთეთ. მადლობა თქვენს შესაძლებლობა მომეცით. ძალიან მაგარია, ძალიან, ოღონდ მართლა. ქართული დესერტი, ნამდვილი ნამცხვარი, ქართული თან ნატურალური ხრაშუნა. ბატონო თენგო, ჩვენთვის განსაკუთრებული გადაცემა იყო და რატომ გეტყვით? ჩვენ ხო მოგზაურობთ სხვადასხვა კუთხეებში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. ყოველთვის ვამზადებთ ხოლმე კერძებს, სხვადასხვა კერძებს, აი მცენარეულს, ხორცეულს და ასე შემდეგ. მაგრამ ის რომ ჩვენ ნამდვილი ქართული დესერტების მოძიებით დავკავდით დღეს გავამზადეთ გოზინაყი თქვენებური ინტერპრეტაციით, გავამზადეთ თაფლაკვერები. ესენი არის ნამდვილი ტრადიციული ქართული საშობაო საახალწლო დესერტები. აი ესეთი მხიარული განწყობილებით მინდა რომ ჩვენს მაყურებელს აი ამ სეზონის ბოლო გადაცემით დავემშვიდობოთ და მომდევნო სეზონამდე მხოლოდ დროებით დავემშვიდობოთ. ვფიქრობ განსაკუთრებული, იმიტომ გამოვიდა დესერტები, რომ თქვენ განსაკუთრებული სტუმრები იყავით დღეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და სწორედ ამ კარგი განწყობით და კარგი ნოტაზე მინდა თქვენს დაგემშვიდობოთ, მადლობა გადაგიხადოთ, პატივი იყო თქვენთვის, ჩემთვის თქვენი სტუმრობა და მაყურებელს მიულოცავ ახალწელს და წარმატებებს და კარგ სურვილებს და ახდენას ოცნებების უსურვებ. ჩვენც დავემშვიდობოთ, გაიანე ჩვენ ძვირფას მაყურებელს, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. კარგად, პაკა. ურა! გამოდი თქვენ არ გამოდით. აღარ შემიძლია გაიანეს და ნინოს გადამკიდე. გამოდით! სუესე უნდა გელოდოთ გოგო, აღარ შემიძლია. მიდი ხა ყავადალიეთ დროზე. ყავადალი და გავიდეთ, ძალიან გვაგვიანდება რა. La 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 la